ზამთრის ერთ უსხიან საღამოს ჩემს ლიტერატურულ სალონს არაჩვეულებრივი სტუმრები ჰყავდა. სიყვარულზე მოტვიფიალე პოეზიით გამორჩეული მაია ხოფერია თავისი ლექსების წასაკითხად პოეტ მეგობრებთან ერთად გვესტუმრა და საერთო ჯამში ამ ქალბატონების პოეზია თავისი დაბალი, მშვიდი, სასიამოვნო ტონალობის გამო ტკბილხმოვან ბულბულთა და ფრინველთა ჟღურტულის გამოცემულ მაღალფარდოვან ბგერებად შეაფასა ჩემმა მეგობარმა და ამ სალონის მესვეურმა ნიკოლოზმა. არც რიხიანი და ქარიზმატული ლექსები მოκლებია ამ საღამოს. ცნობილმა პოეტმა თემურ ცერცვაძემ თავისებური მემხიბვლელობით მოგვიყვა და გაგვახსენა ყველასათვის საყვარელი სტრიქონები, ხოლო რეჟისორმა ჯოყოლა ჩეგიანმა სულ სხვანაირი სამშობლოს ტკივილი და პათოსი მოიტანა. საბოლოოდ საღამო გამოვიდა მაიას სიყვარულით სავსე ლექსებივით თბილი და ახლობლური. ყოფება შესანიშნავი პოეტი თემურ ცერცვაძე. პირველად ვარ ამ სალონში, ლამაზი ქალბატონები. ამდენი ლამაზი ქალბატონები, აი ნახეთ. თანაც პოეტები, თანაც ქალბატონები. რომ მივესალმები ამ სალონს, მის დიასახლით და ყველა ლამაზ ქალბატონი. ქალბატონი ლალია ასაბაშვილი, პოეტი, შესანიშნავი ქალბატონი. ძალიან მიხარია რომ ამ ლამაზის სალონში ვიმყოფები უკვე მეორე თვარ აქ. ახლა მოვედით დღეს ჩვენს უსაყვარლეს მეგობარს მაია ხოფერიას დაუჭიროთ მხარი და მოვისმინოთ მისი ულამაზესი პოეზია. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. რა სიტყვი ახლა დღევანდელ შეკრებაზე ქალბატონი მაიას ლამაზი ლექსები რომ და მოვისმინოთ. ვიმყოფები ნატას სალონში. ნატა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება, იმიტომ რომ ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს ფიქრობ და ჩვენ დღეს ვიმყოფებით აქ, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფები და ძალიან სასიამოვნო საღამოს ვეცდები. ვესალმები ძვირფასო ნატალი პირველ რიგში. ვესალმები ჩემს მეგობრებს, ბედნიერი ვარ რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ. ჩვენ ძალიან გვიხარია რომ დაგვატყობთ თქვენი მშვენიერი ლექსებით. რამოდენიმე ლექსი მინდა შემოგთავაზო ჩემი შემოქმედებიდან, შევთავაზოთ ჩემს მეგობრებს უბრალოდ. აბა გისმენთ რომელ ლექსს აგიკითხა? მეწვეთი ვარ. ეს უფრო საკუთარ თავზე ჩემ თავს მოვიაზრებ. მეწვეთი ვარ მდინარის, ზღვის შტორმი ვარ ხანდახან. ვიღაც იტყვის ვინ არის ქალს სულ მზე რომ თანახლავს. მე ნამი ვარ ფოთლების, ვაშლის თეთრი ყვავილი, გზა ვარ უსწორ მასწორო, გზავრი ჩუმად ჩავლილი, სუსხიანი მარტი ვარ, ხასიათით შეშლილი, ბანქოს დამა გული ვარ, ბედის წერა შეცვლილი, ლაბირინთებს ჩვეული და ბაგირზე ბოგინი, ფიქრით სავსე რვეული ღამე სევდის ლოგინი, გავარ მინდვრის ესანეს ზოგჯერ ველური ელსაც, სიყვარულში მესამე ვგავდი გადამთიელსაც, სულ ნერვების გამოცდა ჭორი მიეთ მოეთი, ბოჰემური ცხოვრების წილნაყარი პოეტი, წყარებს ცრემლით ავაწყობ, დავშლი მერე ფერებად, ტყვიას მჭირში ჩავაწყობ შიშის მოსაფერებლად, მერე ღამე ნათევი უფალს შევთხოვ შენდობას, ქალს რომელსაც ცვარი კლავს, ზღვას არასდროს ენდობა, მეწვეთი ვარ მდინარის, ოკეანე უძირო და სიცოცხლის წყურვილით სურს რომ ზეცას ვუძირო. ბრავო, ძალიან ჯერ მაიაზე გითხარით რამე და მიაყოლეთ ეს ლექსი ქალბატონი. მე დავარქვი სიყვარულის პოეტი პირველმა და მე დანარჩენმა გაიმეორეს, ასე ეკოსავი სიყვარულის. ანუ თქვენ გეკუთვნით ეგ ცნობილი ფრაზა მაიაზე. იქ იმიქს მიყვანას მე მეკუთვნის და ასე შემდეგ, მაგრამ მოდით ის არა ქვია ლექსი გავიხსენოთ. მაიას მე დავარქვი სიყვარულის პოეტი, ხო მაიგო? კი. ხო მიდასტურებ? კი დასტურებ. მორჩა, საავტორო უფლება მოპოვებული მაქვს. ძალიან მშვიდად, ძალიან ნელა დალივლივებენ ცაში მერცხლები. ჩვენ რადგან ერთად გვიყვარდა ფრენა, სულ გვანაღლებს სად დავეცემით. ძალიან მშვიდად, ძალიან ნელა ჩამოვიცილეთ ტანჯვის ეკლები. რატომ ღალატობს ამ ქვეყნად ყველა ბოლომდე მაინც ვერ გავერკვევით. ძალიან მშვიდად, ძალიან ნელა. დაცემის მერეც გძელდება ფრენა, დაცემის მერეც არ დაეცემი. ჩვენ ვერ შევძელით სამყაროს შეცვლა, მაგრამ შევცვალეთ ფრენის წესებიდან. მალადეც. იცი რა, ვისა? სუსხიანი მარტი ვარ, ხასიათით შეშლილი, ბანქოს დამა გული ვარ,
ბედის წერა შეცვლილი ლაბირინთებს ჩვეული და ბაგირზე ბოგინი ფიქრით სავსე რვეული ღამე სევდის ლოგინი გავარ მინდვრის ესანეს ზოგჯერ ველურ იელსაც სიყვარულში მესამე ვგავდი გადამთიელსაც სულ ნერვების გამოცდა ჭორი მიეთ მოეთი ბოჰემური ცხოვრების წილნაყარი პოეტი წყარებს ცრემლით ავაწყობ დავშლი მერე ფერებად ტყვიას მჭირში ჩავაწყობ შიშის მოსაფერებლად მერე ღამე ნათევი უფალს შევთხოვ შენდობას ქალს რომელსაც სვარი კლავს ზღვას არასდროს ენდობა მე წვეთი ვარ მდინარის ოკეანე უძირო და სიცოცხლის წყურვილით სურს რომ ზეცას უმზირო ბრავო სამალაზი ფერდაკარგული ქრიან ქარები სულში სიცივე ფიფქებად ბარდნის ნუ გეშინია ჩემი თვალების ნუ გეშინია მაღლიდან ვარდნის თუ ხვალინდელ დღეს გაუჩნდეს ბზარი ვეღარ გიპოვე ვერ ჩემ მოხვედი თავარი არის ჩვენ სიცოცხლეში არ შეგვეშინდეს უკან მოხედვის აბანახე ქარების დღეა ფოთლები ქრიან ჩემთვის ღიღინებს სევდის არიას გზას უბილიკოს მივყვები ქვიანს და მაინც რაღაც სულ მიხარია მე დავიბრალებ ყველა შეცდომას ნუ მომწერ ვეტრფი თოვლისფერ მკლავებს არ გთხოვ სიყვარულს და არც შენდობას უიმედობა თუნდაც დღეს მკლავდეს მე გადავიტან ყველა განსაცდელს მწვერვალზე ჩემ წილ ჯვარსაც ავიტან გზას გაგინათებ ცისკენ ასასვლელს დარჩენილ წლებსად ლექსით გავიტან თემის გადაღმა მივდივარ გტოვებ ეს წასვლა ალბათ შანსია ბოლო ჩემს წილს სიკვდილსაც ბწყარებში ვტოვებ ნუ წამიკითხავ უგულოდ ოღონდ ქარების დღეა ფოთლები კრიან ჩემთვის ვღიღინებ სევდის არიას გზას უბილიკოს მივყვები ქვიანს და მაინც რაღაც სულ მიხარია მინდა წარმოგიდგინოთ მაიკოს ლექსების კრებული მაია ხოფერია შეშლილი ქარი სადაც შესულია ჩემდამი მიძღვნილი ლექსი ნანა მიქავას ლამაზი ხარ კინო ვარსკვლავს გადარებენ ეგ თვალები მოციმციმე მალავს სევდას საფერებელს ხელისყულზე ატარებელს სიყვარული სასჯელივით რატომ გდებდა იღიმები ნისლისფერი გახდა მზერა წლები ხელში დნება როგორც თოვლის ფიფქი როცა გიყვარს უთქმელა და ციტყვის გჯერა არ გიყვარს და სისხლს ითეთრებს მწარე ფიქრი ხვალ უბრალოდ სხვა დილა გათენდება ქარს გაჰყვება წლები დარდით დაზაფრული შენს ფანჯრებთან მიმოზები აფეთქდება დაგიდგება სიყვარულის გაზაფხული მალადეს დარცულელი რომ ჩემი თავი ტანჯოდა გვემო წურია შენი თმების სურნელი შენი სხეული სითფო და გემო მაგარია რა ნების ბადეში ისე გავები სულარ დავსხმია თავრუ და რეტი სურს დაგიკოცნო დუდუს თავები დანეტარების სამკუთხედს ველტვი შენი ღიმილი მუხლებში მცელავს და ველოდები წუთებს უკეთეს ეს მადლი ასე რატომ გავს წყევლას კაც ეშმაკით რომ ვერ გაუკეთებს ყმელი ხარ როგორც ნანადირები მაცთური როგორც სამოთხის ვაშლი და სანამ სუნთლად გადავირევი და ემშვიდობე ცრემლებსაც ბავშვის ეშმაკმა კი არ გამასულებლა ეს შენ დამგუპე და ჯვარზე მაცვი საერთოდ არ გაქვს სიტყვის უფლება რადგან ამ დღეში ჩამაგდე კაცი ახლა რომ წვიყო ყველაფრის შემძლე მაინც მაქვს შენი ვაშლებით შემშლი მე ხომ ისედაც გიждდები შენზე სულ სხვა როცა გიждდები შენ აუ მაგარი რაღაცა მაგრად უნდა ვიყო ახსენო სულ მაგრიტიკებდა არ მოდი არის ხო კიევიდან ერთად ვიფრინეთო ლექს გიწერდი გულის გავლით სულამდე ახლა ფიქრი მზერაც დადარდიან და სიყვარულსაც რა აზრი აქვს სულამდენს მოხვედი და მაინც დაგაგვიანდა ნაწვიმარზე გალუმპული ჩიტები პურის მარცვლებს სიცოცხლისთვის ნატრობდა ლექს გიწერდი გაყინული თითებით და ამ თითებს ის წარსული ათბობდა ისევ დავწერ გულის გავლით სულამდე მეტყვი გავხარ ჩემი ეზოს ნარცისებს სიყვარულსაც დავარიგებ სულამდენს ცხოვრება ხომ გვანებივრებს არც ისე ლექს გიწერდი
გულის გავლით სულამდე ახლა ფიქრი მზერაც დადარდიანდა რაფასი აქვს სიყვარულსაც სულამდენს მოხვედი და მაინც დაგაგვიანდა დავიწყოთ ესე იგი მე სხვისი ქმარი მიყვარდი მაშინ დავგავდი წყლიდან ამომხდარ კალმახს იმ წარსულიდან არაფერს წავშლი უბრალოდ დრომ და თვალებმა გამთქვა შენ სხვისი ცოლი გიყვარდი მაშინ დაგავდი მთიდან მოვარდნილ მეწყერს ჩამტოვე ფიქრში ნურაფერს წაშლი დუმილით ხვდები რასაც დღეს ვერ მწერ ჩვენი ბილიკი წალეკა წვიმამ არ შეხვედრების არ დადგა დარი არც ის გოგო ვარ ვინც ვიყავ წინათ ნეტავის ბიჭი ახლა სად არის ვიცი რასაც გწერ არ მოგწონს რაიც მადარდებს გწერ მე გასანთლული ბწკარი ვარ ჯვარზე გაკრულიც წერ ტკივილი ვერ მოვიშორე ვერ დავაწიე ქარს თვალებით ვზომავ სიშორეს მანძილს რომელიც მკლავს გადავიქეცი ფიქრებად სევდას ხელში სრის მე ღრუბლის ერთი ფტილა ვარ შენთვის ლაქა ცისფერი ცის მასში გამითენდეს დილარად შუქს თუ ვერ ვიგრძნობ წვის მე ღრუბლის ერთი წვეტი ვარ შენთვის რომელიც წვიმს ბრავო მაია დილით წვიმდა პარიზში წვიდა თავგამეტებით წამში შემომესია ვერცხლისფერი წვეთები ერთად მოვიწანწალეთ ელისეის მინდვრები ხეებს შეფარებოდნენ გალომპული ჩიტები უცხო ბიჭი ელოდა გოგოს იაიებით აქაც მოგისაკლისე წყენის ვერ პატიებით მაინც ყველგან გეძებდი ფიქრებს ვეფიცხებოდი სადმე შემომხვედროდი ანდა მომჩვენებოდი თავი მკერდზე მივედო დამეთვალა ღილები დაგეკოცნა თვალები ძებნით გადაღლილები შენ სუბეში გამეთბო გათოშილი თითები გეთქვა ვერ გაგიმეტე სხვისთვის ვერასდიდებით ახლა უფრო მიყვარხარ ახლა უფრო მჭირდები წვიმდა პარიზში წვიმას ბოლო არ ქონდა შენკენ მონატრებული გული ხელი აჩა აი სოდია შეიძლება სხეულს დასუსხავს სიცივე ქარის ითოვებს ისევ ჩამოყრის ფიფქებს გულს დააკლდება მზისფერი ქალი რომელიც გადაყვა ფიქრებს იწვიმებს ისევ ვით წვიმდა გუშინ ვეღარ იპოვი ნამცეცა სათქმელს დარდად გექცევა თვალები ქალის თავს რომ აკლავდა ჩიტივით სარკმელს და როცა ფარდას შეარხევს ქარი წვიმა მინაზე დაგიწერს ესეს შენ პოეტურად იქნები მთვრალი და წაუკითხავ უცნობ ქალს ლექსებს მე ამ დროს დედის ნაქონი შარფით შემოვეხვევი რკინის რიკულებს მიყვარხარ ვეტყვი სიცოცხლეს აშლილს დაღმერთს რომელიც ციდან მიყურებს ბრავო ქალს შლეიფად თან დაყვება ჭორი აი რა კაი ნათქვამი სილამაზეს ტვირთი უფრო ქვია ოცნებები გახდა შორზე შორი დაქარს ისიც გასაფანტად მიაქვს შენთვის ვკითხულობ ამ ლექს პირადად აიმე მე შენ ისეთ ლექს დაგიწერ ვერ დაგიწერ სხვა სიყვარულით გადავავსებს ტრიქონსა და ბწყარს უძილოს და ნაბახუსებს შეგაყვარებ ქარს ნაწვიმარზე სველიკაბით შემოგაშრობ ტანს მოგანატრებ ძილს და სიზმარს ჩაგიკეტავ კარს გულში ჩაკრულს განანავებ გაგიფანტავ დარც ღვთის მწვერვალზე კარავს გავშლით ხელს მივაწვდენთ ცას უღალატო მეგობრობა ღვთის საჩუქარს გავს მერე ბარში აკრებულ შეუერთდეთ ზღვას ცივ ტალღებში ცხელი გული მზეს რომ მძევლად ყავს არ გიყვარვარ მაგრამ მაინც მოგანატრებ თავს შენი სუნთქვა ყურის ძირში რა მაცდურად მკლავს მე შენ ისეთ ლექს დაგიწერ ვერ დაგიწერ სხვა ყველა ცოდვა ჩადენილი გავაყოლოთ მტკვარს თუ ვერ მნახავ ვერ მიპოვი ვერ მომაწვდენ ხმას გაზაფხულზე გამოყვები მაწანწალა ქარს ძალოვაზია ძალიან აი მაგას გავდა ხო ძალიან დარბას ტაში არ დაუგრავს. ანუ დაშოკან არ ვარ. როდესაც ესე იგი ტაშს არ გიკრავენ და ხმას ენას გადაყლაპავენ, ყველაზე მაგარი ლექსი და მაშინ დავწუნდი რომ პოეტი ვიყავი.
ანუ სუსტ რო წერდა რაღაცას, ისა ყველას მოწონდა, ყველას ტაში დუშიდა. აუ, ისეთი მაგარ რამეს ამბობს ეხლა. ისეთი მაგარი უნდა დაწერო, ხმალანა მოიღოს. არის მოდი დარბაზებს ადუმებს გაუმარჯოს იმას. გაუმარჯოს ნამდვილად. ვინ თქვა ეკა? გაგჭორავენ ყოველი მხრიდან. გადააქცევენ ალქაჯებად კეთილ ფერიებს. მოდი ჩემთან და გავაფრინოთ რამდენი ძინა სანამ ცხოვრება გაგვაფრენიებს. პირველ ყოფილი ბავშვები გავიჭრათ ველად, თან გავიყოლოთ სისულელის ურცხვი ქარები. თუ არ მოგშორდნენ, მაშინ თვითონ მოვშორდეთ ყველას, თორემ ბოლომდე ვერ მეყვარები. რაც ვერ გითხარი, სიმარტოვის კედლებზე ვწერე, მეგობრის სახელს იბრალებენ ხშირად ქაჯები. რაში მანაღლებს, რა იქნება 100 წლის მერე თუ უშენობით დავიტანჯები. გიზგიზებს ღამე, ნების ცეცხლში ცვივა პეპლები, ცვივა ჩრდილები, სურვილები, ფრთები, ლანდები. მე შენს ალერსში კიდევ ერთხელ დავიფერფლები და კიდევ ერთხელ დავიბადები. ვეხები შენს მკერდს, ვეფერები გაბუცხულ ტუჩებს, გზნობ უნდა შექმნა როგორც ღმერთმა შექმნა სამყარო. როცა გიყურებ მინდა ცაში ავიჭრა უსებს და ვარცხლავები გადმო გაყარო. ვაჩერებს უთქვას, მინდა დავთვრე შენი შეხებით, მინდა შიშველი ჩაგიხუტო სუფლად შიშველმა. და როცა წყალში ნებივრობენ შენი ფეხები, მე წყურვილისგან პირი მიშრება. სიყვარულისთვის მხოლოდ ერთი არსებობს წესი, შემოვიმსხვრიოთ სიცრუის და შიშის ხუნდები, შენი წყალობით საკუთარი გულისხმა მესმის, ჯანდაბას ატი თუ დავყრუდები. მწვერვალებიდან განათებულ სიმშვიდეს უკმევ, ზოგჯერ უმზეო მწვერვალები უფრო მშვიდია. ალბათ ვერ ხვდები რომ სამყარო გაჩუქე უკვე და ეს სამყარო ბეწვზე კიდია. შენ მათგან გვირგვინს, ჰორიზონტზე ზარები რეკავს, სინათლე როგორც თაიგული ისე შევკარი, შური და ბოღმა შეაკვდება მურმანის ეკალს, სიკეთეს თესავს ზოგჯერ ეკალი. დროის გაუსწარი და დადგენილ ჩარჩოებს გავსდი, ზოგი ხასიათს მიწუნებს და ზოგიც საქციელს. მე მხოლოდ ერთი სასაცილო ვიყავი კაცი და შენ ნახევრად ღმერთად მაქციე. თემურ თერთვაძე კალს დიდი უსამართლობა, როცა სამეგრელოში თურმე შევარდებოდნენ ეს ყაჩაღები, დედას ვარწევდა აკვას, წაართმევდნენ შვილს და მიყავდათ. ღმერთო შეუნდა ყველას, ღმერთო დიდებული. ღმერთო შეგვინდა ქართველებს. საშინელება იყო ეს პერიოდი. დრომედის ვითვლიან ნაბიჯებს დრო უკან აღარ ბრუნდება. თემო, ღმერთო მოგვეცი ქართველებს მეორთ მოსვლის უფლება. თქვენ გაგიმარჯოთ. დათელი და სანთელი მათი. აბა, არგი სიტყვა თქვით. ბატონო ჩემო და ასიამოვნოა რომ სოთაშორის ამასინათ ვიხუმრე ხალხო წარმოიდგინეთ რომ დედამიწაზე საქართველოს ქართველები იყო 20 მილიონი. აი უცებ წარმოიდგინეთ. ჯერ ხო თელ დედამიწა ჩვენ ჩავიგდებით ხელში 3 მილიონი რას ვაკეთებთ 20 მილიონი ქართველი გასიზავდა ხო? ამიტომ რაღაცა ბალანს ვიცავთ დედამიწაზე 3 მილიონი ვიყოთ და კარგები ვიყოთ ეს არის მთავარი და ერთმანეთი გვიყვარდა. ახალხის თქვენ ახსენეთ ხო? შეწირულები ქვია მაგ ადამიანებს 1876 წელი სვანები აუჯანყდნენ რუსეთის იმპერიას და დაიფიცეს სვანებმა 2000 კაცი გავიდა შალიანის ხატის ქვეშ, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა გამყიდველები რამე დააშოშმინეს და მარტო ხალდე დარჩა პირისპირ იმპერიის. რა ასამბობთ? 40 მეომარი, 12 კოშკით, 19 ოჯახი. და პირველი შეტაკება მოიგრეს წინაპრებმა, მაგრამ მერე 2000 კაცით მძიმე артиლერი ტემით მიადგენ რუსეთის ჯარი. და შედეგი რა იყო? დაიხოცა ხალხი. შედეგი დაანადგურეს ყველაფერი, ქოქვაზე არ დატოვეს. ეს კოშკები ესე როგორც კაცი წაიქცევ ერთიანად ისე იქცევდნენ თურმე და იქ გენერალ ციტოვიჩს ეს როგორ კოშკები ვერ დავანგრიეთო და დაუდო ლაღუმები და ააფეთქეს ლაღუმები. ქოქვაზე არ დატოვეს. მერვე საუკუნის ეკლესია იყო თავისი ხატჯვარით, წიგნებით, უმდიდრესი ძველი ხელნაწერებით და ეს გაძარცვეს, საქონელი დაუხოცეს, დაკლეს, შეჭამეს და მოკლედ. ეს ხალდე სოფელია ალბათ, ხო? ხალდე სოფელია, ხო. აი ეს მესტიასა და უშკულ შორის არის? ეს არის, ხო, მესტიასა და უშკულ შორის. ჯერ ხალდი არის და მერე ზემოთ უშკული. და ვინც გადარჩა ხო გადაასახლეს? ხო, გადაასახლეს ნიკო ნიკოლაძე და გაგიწერეთილი იცავდნენ ჩვენ წინაპრებს ქუთაისის გუბერნიაში. ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, მაგრამ მერე შეუცვალეს და სამუდამო მისცეს.
აი მე რა საინტერესო ისტორია და ეს ყველაფერი გააცოცხლოთ ეკრანზე? ყველაფერი ვერა, მაგრამ 25. შენ როგორ ხარისხიანი ფილმია? 25 წუთში რაც შევატიეთ ძალიან მაგარი ხო, საყურებელია. სცენარები დავდგით რა. ხატული ფილმები არის ხო, ფერადი გარა ჩვეულებრივი ფილმი. დოკუმენტურია, მაგრამ დოკუმენტური მასალები. სცენარები გვაქვს და ესე. ერეკლე თამაშობთ, იცი რა? ანუ რეჟისორი თქვენ. ერეკლე მასწავლიანი. გიტორაძია, მე პროდიუსერი და რა ვიცი, იდეის ავტორი. იდეის ავტორი და ლექსიტო კითხულობს ისეთი კარგი იყო ერეკლეს უთხარი ერთი როლი გაქვს მეთქი ნორმალური მე გათამაში. ეს ყველა ბოდიში და ტრაქს და იმას იცახინ ფილმებში მეთქი. მაიტანასო სილვა, ხო, მაიტანასო. სუპერგანი ისეთ ვულგარული არა და არ არის ეს კაცი ესეთი ისა. რა ესა ნორმალებანი. ვით ირმის რქები მონადირის ხოხს, ანუ ეშოვი გარემო ტახის, ვით ძველი თოფი ძველ სპარსულ ნოხს, შვენის კოშკები უშკულს დაღახირს, ზე გადიღალა და გადიხარა, ხამეს უკოშკო ხალდეში ვათევ, შენ გამოტეხილს გავხარცი კარას, შენვი დაგტოვა უკოშკოთ ხალდე, თავ გაჩეხილი ლაჩრულ ზაკრობით, გადაჯეგილი დალურსულ ჩექმით, ვერ გახურებ ხარ წარსულს მადლობით, წარსულს გალუმპულს ნისლით და ლექთმით, მაგრამ დღეის გუგუნებ ლილეს, არ ცვალინდელ დღეს გახურებ რუდეთ, ლურჯ ლანქერებში გახერხილ ტინებს, ისევ ხკიდი ხარ არწივეს ბუდეთ, მუხრებს აბოლებს ქელი ბოლქვებით, გაკ ყალიონი გაჩლილი პირში, დაკვლავ ბღავიან შენი ჯოგები, აილამას და თეთმუდის ძირში. ბრავო. ბრავო. მე წავიკითხავ მაიკოს მოწვნილ ლექს. ეს შენ მოგიძღნა? ხო. ის კაბა მოლისფერი, გულსაბნევი სადაფის. სილამაზე ღვთიური გაქვს კოლხი ქალის სადარი. თმები შლილი, მზისფერი და სადედოფლო ვუალი. იყოს ჩვენი მეგობრობა წლები ხელშეუვალი. თვალები სულ გიბწყინავდეს ბელა, თეთრო ჟასმინო, შენი ხმა და საუბარი ღმერთმა დიდხანს მასმინოს. ნამდვილად, ნამდვილად. რა საქმეებს აგვარებს, აბა რა საქმეებს? ხო, შალვას ეხმარები თუ საქმეთა მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი და კვების მინისტრი. სამ ფუნქციას და პლუს მინისტრობა, აბა როგორი ასეტანია. პლუს კიდევ მწერალთა კავშირში შენი წვლილი შეგაქვს და საქართველოს პოეზიაში. რაღაცას წერხო. ნანა. იასამნის სურნელებას გამოვყვები შენამდე. უცხო ქვეყნად გადახვეწილს შენთან მოსვლა შემარგე. სად არ ვიყავ რა არ ვნახე რა გზა გამოვიარე. ახლა შენს წინაშე ვდგავარ, ვერტი ვერ აღიარე. მოვდიოდი თან მომქონდა სიყვარულის დავთარი. აღარ მინდა გავიხსენო ის ყინვა და ზამთარი. ჩემი ყველა გაზაფხული აპრილობით იწყება. სადაც ვნახავ იასამანს ვიგრძნობ თავ და ვიწყებას. მოვედი და შენთან რჩები აღარ მინდა სიცივე. მე არასდროს შევიცვლები სულ ვიქნები იგივე. მიყვარს ლურჯი აპრილი და ამ ჩემს გულში სამალი. მოვედი და კვლავ ვიხნე ჩემი იასამანი. გაიხარ. უთოვლო თბილის სიცივე სულში ფიფქებად მივლის გულგატეხილი ქრიან ქარები რა იშველება უთოვლო თბილის ან ღამეს ჩავლილს ღია თვალებით გაზაფხულამდე ჯერ დარჩა ბევრი მოვა მარტი და ორივეს აგურევს ირგვლივ გაჩერილ სიბნელეს ვდევნი გავუძლო რისთვის სირთულეს ამდენს მევდარდობ ისევ ჩიტების ბედზე ნავთულზე სულს რომ კიდებენ ფრთებით ნიღაბს ატარებს ვისაც კი ვენდე ვინც მენდო მისთვის გადავდგი მთები რა იშველება ნაწვალევ ფურცელს ლექსაც ხომ უნდა თვალის შევლება ანამ სიყვარულს გულწრფელს და უცვლელს ან შენ უჩემოდ რა გეშველება რა მეშველება არც მე არ ვიცი კვლავ საზომო ფიქრი ბარდნარი გზატრულზე ბილიქს ვარჩევ და ვიცდი ფეხ მომდევს ცივი ზამთარი რა იშველება უთოვლო თბილის ან ღამეს ჩავლილს ღია თვალები სიცივე სულში ფიფქებად მივლის გულდაწყვეტილი ქრიან ქარები მე არ ვიცოდი ეს კაინეცი ძალიან სევდიან და კარგ ლექსებს წერს. ქრიან ქარები. გურიდებით ვიდექი. შენ გციოდა სველი იყავ ამინც მაინც მიქებდი ვერ გითხარი გაზაფხულად სულში როგორ ინთები ვერ გითხარი ბინდის ხანზე სულის
ვერ დამშვიდებით, რაც დრო გადის, როგორ უფრო გეჩვევი და მჭირდები, რომ ტკივილებს დრო გვიამებს, სხვა წამალი არ გვიცავს, როგორც გინდა ვმალოთ, ცეცხლი გულს უთუო დაგვიწვავს, თავს ხმა იყო, მე ვიდექი, უტყვი გაუბედავი, გულში რა დარჩამიკარი, რასელოდი ნეტავი. მხოლოდ არაჩვეულებრივი. დილა იყო ჩვეულებრივი. ხალხის გამომეტყოლება ჩვეულებრივი. შენ იყავი არაჩვეულებრივი. ჩვეულებრივი საღამო, ჩვეულებრივი ბარი, ჩვეულებრივი სუფრა. არაჩვეულებრივი მზერა, არაჩვეულებრივი ბგერა, არაჩვეულებრივი ბგერა, მღერა. ჩვეულებრივი მე ვარ, არაჩვეულებრივი შენ ხარ. ჩვეულებრივი სახლი, ჩვეულებრივი ტახტი, ჩვეულებრივი ღუმელი, არაჩვეულებრივი სურნელი, არაჩვეულებრივი ტუჩები, არაჩვეულებრივი თითები, ჩვეულებრივი შეხებით, ერთმანეთს ვეხებით, გრძნობებში ვეხვევით, ხელებით, ფეხებით, ერთმანეთს ვეხვევით, კალხებში ვეშვებით, მე ვეღარ გეშვები. თითქოს ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი ღამე, მე ჩვეულებრივი, შენ ისევ არაჩვეულებრივი, ჩვეულებრივი ნება, შენთან არ ქრება, შენ ხარ არაჩვეულებრივად, არაჩვეულებრივი. ვერსაყვარელი რაღაცაა. თემურზე უკეთესია. ჩვენი თავის ხანდა თუ გახსოვთ რუსულის რო იყო ვაკრუსმეხა გამოვიდა გონი ჟვანეცკი იყო და პოზლე პიტიძის წი იაუშოლის ბალშოვა და ყველას გონია რომ იყოს ის ბალშოვა თეატრა და იაუშოლის ბალშოვა სექსა აი მაგდა სექსის ხელი რამე შველება თუ გაწვიმდა და ვეღარ გნახო თუ გათოვდება როგორ მოვალ რამე შველება არჩენის სახლის გზა და კვალი არ არის ახლოს შენ საპოვნელად მე არავინ შემეშველება დღეს თუ სიგიჟე ქარის ისევ მეკცევა დარდად წვიმა დაკაწრავს ფანჯრის მინებს ისევ ტირილით ვინ გაგიკვალავს თოლში ბილიქს არ ვინჩემ გარდა უმზეო დაბა როგორ გაშრეს სველი ტირიფი თებს დაგილაშქრავ გაზაფხულზე სვენებს სვენებით მარჩი დაგირგავ ღობი ძირში სისხლისფერ ტიტებს გადაღლილ სხეულს ცაში ხელი დავასვენებდი ცეცხლ მოკიდებულ სულში ახლა სიცივე მიტევს რა გვეშველება თუ გაწვიმდა ან რომ იტოვოს სად უნდა მნახო რა ძნელია ხომ იცი ნახვა იქნება მაღლა ვარსკვლავებთან სივრცე მიპოვო უცებ სიკვდილმა მეწოდვილი სადმე თუ მნახა რა გვეშველება თუ წვიმები დაიწყოს ისევ ბრავო ბრავო ტოროლა მოდის სკრიანით როგორ უხდება ზეცას ველად ქრის გრილინიავი შროშანებს წელში კეცავს ირგვლივ მზის სუნი ტრიალებს ქვასაც უხარის ხესაც როგორც ვიყვარდით აქამდე ისე მიყვარხართ დღეს აი ამ წინვალე ვისი? გოდერი ჩუხელისა. და თან გონი დიდი ლექსიც არის. არა? აქ რა გოდერი ჩოხელი მაგარი კაცი ყავდა. ეს აი მაგ ტრადიციას მე მაგალი ბელა მყავს ლამაზი და დედოფალი. მოთხრობები და და გეუბნები როგორც პოეტი ვერ იყო თორე. აგერ კიდე ნანა ულამაზესი. ლამაზები ხართ. ლია ელიავას გავსო ყველა ამბობდნენ, აბა ამბობდა თურმე და ეხლაც ამბობს. აბა რა სიტყვით მეგობრებო? ნაშნაურსაც მივაბარ. გოდერძი პოეტია პროზაში. კი ბატონო. შავას მეუძღენია ეს ლექსი. მაშინ სულ აკაკრა შეიძლება მისია ახლა მე ამიყვან რომანი მე. ბატონ შავანათელაშვილს მეუძღვა თავისმა მეუღლემ. ყოველდღე იღვრები გრძნობება ტკივილად, თითქოს და გითხრევენ აბსურდის მორევში. ყოველდღე ირჯები უამრავ წვრილმაზე, სამყაროს სფერებში. ირევი, იბნევი, გონია თავდები, აღარსად დარჩები და ასე უკვალო წახვალ და გაქრები, გტანჯავენ ფიქრები, ჭკუიდან იშლები, ბოლომდე იწვიდა სისხლისგან იცლები, ცხოვრებას მაინც კი მიყვები, როგორ იღლები, ფეხზეც კი არიცი, როდემდე იდგები, ხან აქეთ იხრები, ხან იქეთ იხრები, თუმცა ხა ირწევი, მაინც არ იქცევი, მაინც არ იცვლები, მაინც არ შინდები, დაკლავს სიყვარულით ივსები და რადგან ვიღაცას ყოველთვის ახარებ და რადგან ვიღაცას ყოველთვის სჭირდები, შენ ისევ თავიდან და მარად თავიდან
იწყები. აი ამ სიტყვებს გაუმარჯოს რა. ეკუთვნის ალვაზები. განსაკუთრებით დასაწყისი მომენტი. მერაბი მოსკოვში სტუდენტმა სამედიცინოსი დატოვა ოქრომჭედელთა გასაკეთებლად ფირუზისფერი ბეჭედი და უთხრა, რომ ახლა მივდივარ აფხაზეთის ომში, ეს ბეჭედი არის ჩემი საცოლის და რომ დაუბრუნდები გამოგართვევ. ხო, და რომ მივედი და ქართველი რომ მიცნო კაცმა, მეუნება აგერო ქართველმა დატოვაო და ომში წავიდაო და 3 თვეაო ეს ომი დამთავრდაო და არ ჩანს ეს მერაბიო. ხო და მოკლედ ისა, მე წამოვედი დავუშვი, მე კი არა პირველ პირში ვწერთ ორე, წამოვედი საქართველოში და 12 წელს მერე ჩავედი ისევ მოსკოვში და ეს ჩემ სახლთან იყო ეს ოქრომჭედელი და ჩავედი ამ ოქრომჭედელთან და ვეუბნები რომ ის ბეჭედი რო იყო ფირუზისფერი, ვიღაც მერაბი რო წავიდა ომში და ის წაიღო ის ბეჭედი მეთქი და გაუჩრა გამოალაგა და იპოვა ეს ბეჭედი და არაო 12 წელი გავიდა და არ წაუღია ბეჭედი. სავარაუდოდ იფიქრებ რომ ადამიანი მოკდა, მაგრამ ეს ამბავი რეალური არ არის. ჩემი მოგონილია კაცო. ვაიმე და რას განერვი. არც ის მერაბი არსებობს და არც ის ბეჭედი და ოქრომჭედელი მართლა არსებობს. ჩემ კორპუსში იყო პირველ სართულზე, ჩავდიერი ხოლმე რაღაცები რომ გამიფუჭდებოდი. ისე კარგად დაედი გამონათქვამი ასეთი რომ ქალი და კაცი ერთობას როგორ ქმნის. ქალი კაცი დგას დედამიწის დასასრულში. ქალი დგას ზეცის დასაწყისში. და ამით აერთიანებენ იმას, ერთი დგას დედამიწის დასასრულში, მეორე ზეცის დასაწყისში და ეს ერთებიან მე. ასე აერთიანებენ. პოეტური მიგნება. გავა პოეტეთ შაშიაშვილი. არა მასია იყო პოეზია თავიდან. უბრალოდ გაღვივდა. ძველი სკოლა. ცოცხლეთ. ასეთი რომანტიკული საღამოების ატარი, ლექსების კითხვა არის, პოეზია არის და ეს ძალიან კარგია ყველასთვის. სამშობლოზე ლაპარაკი. ხო, სამშობლოზე ისტორიაზე ვსაუბრობ, სამშობლოზე ვსაუბრობ. როგორ რა გზით გადავარჩინოთ და რა გზით მოვეპიროთ ჩვენ ამაზე ვსაუბრობ და ამაზე ვბჭობთ. ეს დიდი საქმეა. ამისთვის ადგილი გვინდა რომ სადმე თავი შევიკრიბოთ და ერთ-ერთი ადგილი და ესეთი ერთ-ერთი სახლი და ესეთი დავსაბინდელი რო თქვენ არის თქვენთან და მადლობა თქვენ ამისთვის. გაიხარეთ. ნატალი უღრმესი მადლობა. ვაიმე, ძალიან იჩქარეთ პირველი. ამოს ჩატარებით ასეთი ძვირფასი სტუმრებისთვის ძალიან დიდი მადლობა. კარგი. დიდი მადლიერება ჩემგან. კარგით რა. ბედა გვიან წავიდეს ბედა ნატალი საქართველოს. მიგინდაო რო დაგაფედრო და პირველი თქვირო ბატონი ბესოთუ მოვამეთ. სხვათა შორის ამერიკა და ზუსტად ისეთი რა დიდი მადლობა. და პირველი თქვენ ნიკოლოზი. კი, ნამდვილად ეს არის. არა, მე გეტყვით როგორ თქვა, პირველი მეორე აქ არისო, ასე იყო რომ ჩემი მეგობრებიდან ვინ დავიდა მე ვთხარით თქვენ 1-5 ადამიანი დაახლოებით მოიყო და ჩვენც 1-3-4 დაგვხვდებით, ოღონ ვინ დაგხვდეთ მეთქი. და მითხრა ბესოვო, ნიკოლოზიო და თემური შაშიაშვილი. მაგრამ სვენელი კარგი. პოეზიანი ვარ, მარավარ პოეტმა და პოეზია. ძალიან უყვარხარ ჩემში. ზაინა, როგორ არ ქართულად ზაინა და გადავერთემ. ისეთი საყვარელი კლიპია. წვადებს რო ატრიალებს შამპური. შენ გაგიმარჯოს. ეს დამგები ჩემთან. ნატალი დიდი მადლობა. იმიტომ რომ ყოველთვის ძვირფასი სტუმრები. და თქვენს განსაკუთრებული სტუმრები მოყავთ. გადღეგრძელებ ნატალი და საოცარი უნარი არის რომ აი ასე არ იხლებოდნენ მართლა პოეზიით და არ იხლებოდნენ ხელოვანი ადამიანები და ეს ერთი და სხვა მრავალი ამჯერად. გაიხარეთ ჩემო კარგო. ან ჩემი სტუმრები არ წასულოთ. რომელი საათია? ეს არის ბედა დამსახურებული. აი მეგობრებო, ჩემი ლამაზი, ნიჭიერი, ქართულად მოაზროვნე სტუმრები. ამ სახს სულ ყავს ქართული სულისკეთებით, სილამაზით, სიყვარულით გაჟღენთილი ხალხი. და უმრავლოს ღმერთმა და აბედნიეროს ღმერთმა ესეთი ლამაზი ქართველები. მას პინძელს გაუმარჯოთ შემოიყო. ნატალი. ესეც ამოვიდა ხო? კოკი, შენც ამოხვედი? ნატალი შენ გაგიმარჯოს. აჰა, ძალიან ხარ ჩვენ ქვევით როგორ აგიმარჯოს.